ამასთან ერთად არის ძალიან შემოქმედებითი წარმატებები. კიდევ ბევრჯერ გაგეხარებინა ჩემო გოჩა. აქტიურად პირველად ხდება რა ჩვენ საზოგადოებაში და ლექსის სათაური არის ამბორის სიგნალში. გეზებდი ყველგან ფრედის მთებში გაშლილ ვარდებში ვათვალიერე ვარსკვლავები შალი ქაღალდი თვალი მოჰკარის ქვის თვალებში ძველ ბარათებში ასეთი არის უცნაური შენი შეხება. ამით არის სიცოცხლე საინტერესო, რომ ის სწორხაზოვანი არ არის. ის ზიგზაგებივით მიდის, გამოცხოვრება ღმერთსაც მოსწყინდა და ამიტომ შექმნა სხვა რეალობა, სადაც შეცდომა ციდან გადახვევა მრავალფეროვნების უამრავი ფერების საფუძველთა საფუძველი. შედგა ღონისძიება გოჩას ხილაძის ლექსების კრებული გამოიცა მისი მეგობრებისა და თაყვანისმცემლების დახმარებით და ჩავატარეთ პრეზენტაცია ამ კრებულის და ამავე დროს ძალიან ვიამაყება რომ გოჩას ხილაძე ნიჭიერი პოეტი გახლავთ ჩვენი ბიბლიოთეკის თანამშრომელი. არის ამ დაწესებულების თანამშრომელი და ალბათ მე ეჭვი არ მეპარება რომ ამ დაწესებულებაში და ამ კედლებშიც ბევრი კარგი საინტერესო ლექსი აქვს მას დაწერილი. იქ არის ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა, ნამდვილად სათაყვანებელი ადამიანი, თან ამავე დროს კიდევ ესაც აღსანიშნავია რომ დღეს იუბილარი გვყავს გოჩა, არის მისი დაბადების დღე და სპეციალურად დავამტყუეთ ეს ღონისძიება ამ თარიღს, ყველანაირად ულოცავ წარმატებებს და ბედნიერებას უსურვებ ჩვენ თანამშრომელს ნიჭიერ პოეტს გოჩა ხილაძეს. ჩვენი საზოგადოება ზესტაფონის არ არის განებივრებული წიგნის პრეზენტაციები და ეს ალბათ პირველი პრეზენტაცია არის პოეტის წიგნისა ზესტაფონში. მანამდე ასეთი რამე არ მახსოვს და ჩატარდა მაღალ დონეზე, როგორც შეეფერება ინტელექტუალ ადამიანს, როგორც არის პოეტი გოჩა ხილაძე, რომლის პოეზია მართლაც და განუმეორებელი არის და ვინც აზროვნებს ყველა მიხვდება იმას, რომ ამ კაცს ჭირდება ჩვენი გვერდში დგომა და ამ კაცს ჭირდება, რომ კიდევ უფრო ფართოდ გავიდეს ჩვენს ქვეყანაში პოეტურ ასპარეზზე. ეს წიგნი არის, თქვათ ასე, მესამე წიგნი. პირველი წიგნი იყო ტარტამზე, მეორე წიგნი იყო დიდი მზესუმზირა, მესამე არის ამბორის სიგნალში. ახლა პირველი წიგნი უფრო პატარა ბროშურა იყო, მეორე შედარებით დიდი და ასე. ახლა წიგნს დაახლოებით ალბათ წერდი და 7-8 წელს განმავლობაში. არის ესეებიც, მრავალფეროვანიც. ძირითადად ეხება იმას, რაც ახლა ღვთისძიებას, სიყვარულს, ის რაც ყველას აფიქრებს ადამიანებს, რაც მთავარია და ძირითადი ადამიანის ცხოვრებაში.